მაშინ როცა პრემიერი პუტინი საქართველოს გაერთიანების სადღეგრძელოს ობს, მინსკი დილემისა და მძიმე არჩევანის წინაშე სწორედ რუსეთის გამოდგას. აღიაროს რუსული ზეწოლითა და მოთხოვნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა თუ არა. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საკითხის გადაწყვეტა ბელორუსის პარლამენტის წევრებს მიანდო თბილისის 6 კაციანი, ხოლო სოხუმსა და ცხინვალს 3 წევრისგან შემდგარი დელეგაციები ესტუმრნენ. ბელორუსი რთული არჩევანის წინაშე დგას ან ევროპა, ან რუსეთი. თბილისში ჩამოსული სტუმრები დღეს დავით ბაქრაძემ მიიღო. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავარწმუნოთ ისინი ქართული მხარის სიმართლეში და მაქსიმალურად დავარწმუნოთ, რომ აქ არ დგას საკითხი საქართველოს და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთების. აქ დგას საკითხი კანონიერებას და უკანონობას შორის, საერთაშორისო სამართალს და უსამართლობას შორის, მშვიდობას და ძალადობას შორის არჩევანის გაკეთებაზე. ბელორუსის სტუმრები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ქართველი დეპუტატების შეფასებით ბელორუსს არც ისე მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ეს არის არჩევანი ცივილიზაციასა და არაცივილიზაციას შორის და მათ ეს განსაცმელი თავადაა. როგორც აფხაზეთის მკვიდრი დევნილი ვარ ამ ტერიტორიიდან და ეთნოწმენდას მოყვა ჩემი ოჯახი, ამით მინდა ბელორუსის პარლამენტის წევრებს გავაგებიო ის, რომ არანაირ აღიარებაზეც არ შეიძლება საუბარი. პარლამენტიდან ბელორუსი დეპუტატები ბათუმში გაემგზავრნენ. მანამდე კი გზად ერგნეთში მდებარე ბლოკპოსტი მოინახულეს, საიდანაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ზონა იწყება. ძალიან რთული გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ამიტომაც საქმეში გასარკვევად სამივე მხარის მოსმენაა საჭირო. შემდეგ მოხდება ამ მასალების შეჯერება, რაც მოგცემს საშუალებას სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენი დელეგაციის წევრების უმეტესობა საქართველოში ჩამოვიდა, ნაწილი ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავლენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. მათ არ მიიღეს ხელაღებით რაღაცა დასკვნა, გამოაგზავნეს მაღალი რანგის პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას. დღეს ბელორუსი რთული არჩევანის წინაშეა. ევროკავშირმა შარშან ბელორუსი ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციების შეაჩერა და როგორც ლუკაშენკოს, ისე სხვა თანამდებობის პირებს ევროპაში გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა. 17 ნოემბერს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალმა სანქციები კიდევ ერთი წლით შეაჩერა. თუმცა თუ მინსკი არ მოახდენს ევროპული ღირებულებების გაზიარებას, სავიზო შეზღუდვა 1 წელიწადში კვლავ ამოქმედდება. ბელორუსი დღეს სარგებლობს იმით, რომ ერთის მხრივ რუსეთის ინტერესების სფეროშია მოქცევა და მეორე მხრივ ევროკავშირის ინტერესების სფეროშიც მოექცა და ცდილობს, რომ თავისი ასეთი მდგომარეობით ისარგებლოს და იმის დამიხედვით, თუ რომელი მხარე რა ხარისხის მხარდაჭერას აღმოუჩენს, თუნდაც პოლიტიკურს ან ფინანსურს ან რაიმე სხვას, საიმისო პოზიცია დაიკავოს. თუ ბელორუსია აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ძალიან დიდ პრობლემებს შეიქმნის ევროპის კავშირთან, მისი, ვთქვათ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ევროპაში და საერთოდ, ვთქვათ, დასავლეთის სამყაროსთან მიმართებაში საკმაოდ გართულდება. რუსეთის გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. ექსპერტების აზრით ეს ორივე ქვეყანამ რუსული ფულისა და იარაღის სანაცვლოდ მოახდინა. 2 მილიარდიან კრედიტზე ბელორუსსაც ჰქონდა რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა ამ თანხიდან მინსკმა მხოლოდ 1,5 მილიარდი მიიღო. ამის შემდეგ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომელშიც თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თბილისის მიერ კონტროლირებადი ზონიდან შევიდნენ. ეს განცხადება მოსკოვისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ დარჩენილი 500 მილიონის გადარიცხვა შეეჩერებინა. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ლუკაშენკო მთლიანად კრემლს აბრალებს და არგუმენტად ეგრეთ წოდებული რძის ომი და ბელორუსზე განხორციელებული ზეწოლა მოჰყავს. მისი აზრით აღიარების საკითხი ფულით არ უნდა განისაზღვროს. ევროპული ინტეგრაციისკენ გზა მინსკს აიძულებს, ეჭვქვეშ არ დააყენოს საქართველოს მთლიანობა.